აქ მე მგონი თავარია მაყურებელმა მაინც გააიაზროს ერთი მომენტი, რომ მიაქციოს ყურადღება უფრო იმ იდეებს, იმ აზრებს, რომელსაც გადმოსცემს მინისტრი და ნაკლებად ფორმებს. შეიძლება მინისტრი ფიქრობს, რომ აი ფორმებს ახალგაზრდობასთან, ურთიერთობასთან ალბათ ის ენა, რომელიც მისი ყოველდღიური სალაპარაკო ენა არაოფიციალური ურთიერთობისა, კი ბატონო, არაოფიციალური ურთიერთობის ენა ერთია, მაგრამ ოფიციალური დაუშვათ რაღაცა საჯარო გამოსვლების ენა სულ სხვაა და მე მინდა ეხლა ვთხოვოთ ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს ზუსტად აი ეს ფრაგმენტი განახოს, სადაც უხვად არის ბარბარიზმები გამოყენებული მინისტრის განათლების მინისტრის მხრიდან. ვთხოვთ ჩართოთ ფილმი. წიპოვა თავისი მიდრეკილების ის უკვე მაგარ პონჩია, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ერთ-ერთზე არ დაემთხოს, მაგრამ ნუ პრინციპულად, მოკლედ ფარდების მკერავად თუ იყავი დაბადებული და თეატრში კოსტიუმების მკერავად სწავლობ, უკვე ძალიან მაგარ პონჩი ხარ. ანუ კეთესობა ჩვენგანს 20 პროფესიიდან თუ ავირჩევთ, მოგვიწევს ისეთ პროფესიაში მთელი ცხოვრების გატარება, რომელიც ვაფშე არ არის კავშირში შენ მიდრეკილებასთან. როგორ? არც შეიმჩნევს, ეგ უფრო აპასნია. ის ტიპი, რომელმაც იცის, რომ არ ევასება და ამბობს, რომ აბა რა ვქნა, კიდე არ აუშავს, როცა საშუალება ექნება, შეიძლება დაითესოს, ხო? ეს, რომელიც ამბობს, რომ არა, ძალიანაც მიყვარს, ის უფრო შარშია.